მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხსევოქს უნივერსუმ, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივლისის ტაროსკოპს კუროებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების ორიანი. ივლისის თვე თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს ძალიან სასიამოვნო, თბილ, ჰარმონიულ და ურთიერთგაგებაზე ორიენტირებულ ენერგიებს. ამ პერიოდში წინა პლანზე წამოვა ურთიერთობები, როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებთან აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა და საერთო ენის გამონახვა. ბევრი თქვენგანისთვის ეს თვე მოიტანს ახალ, საინტერესო ნაცნობობას, ან უკვე არსებული კავშირების გამყარებას და ახალი იდეების გარშემო გაერთიანებას, სადაც მხარეები ერთმანეთს პატივსცემენ და უსმენენ ერთმანეთს. ეს ფონური ენერგია მთელი თვის განმავლობაში შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია გამოავლინოთ დიპლომატიის უნარი, იყოთ ღია ახალი ურთიერთობებისთვის და ეს ყველაფერი თქვენს გარშემო საოცარ პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების ხუთიანი. ამ პერიოდში შესაძლებელია თავი იჩინოს გარკვეულმა სევდამ, სინანულმა, გაგახსენდეთ ძველი წყენები, ან გქონდეთ დროებითი ემოციური იმედგაცრუება. შესაძლებელია თქვენი ყურადღება ზედმეტად იყოს მიპყრობილი იმაზე, რაც წარსულში არ გამოვიდა, ან რაც დაიკარგა, თუმცა ეს ბარათი მიგითითებთ, რომ ყველაფერი დასრულებული არ არის, რომ სიყვარულის და ჰარმონიის რეალური შანსები თქვენს გვერდითაა, მთავარია მოინდომოთ და დაინახოთ ისინი. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-14 მაღალი არკანის ომიერება. თუ თქვენ უკვე იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს ენერგია ამ პერიოდში თქვენს კავშირში შემოიტანს სიმშვიდეს, ბალანსს, გაჯანსაღების ძალიან ჰარმონიულ ენერგიას. ნებისმიერი წყენა ან დაძაბულობა, რომელიც შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ, ამ ენერგიის წყალობით რბილად და მშვიდობიანად მოგვარდება. და გექნებათ პერიოდი, როდესაც იპოვნით ოქროს შუალედს, გაუგებთ ერთმანეთს უსიტყვოდ და ურთიერთობაში გექნებათ სტაბილური, კეთილგანწყობილი და მშვიდი ემოციური ფონი. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, ხმლების ცხრიანი, ეს ბარათი მიუთითებს მომეტებულ შინაგან შფოთვაზე, ნერვიულობაზე, გარკვეულ შიშებზე, ან შესაძლებელია უძილო ღამეებზეც. გამორიცხული არ არის ამ პერიოდში გადაჭარბებულად განიცდიდეთ მარტოობას, ან წარსულის ნეგატიური გამოცდილება, მოსვენებას არ გაძლევდეთ. თუმცა ეს ბარათი ასევე გულისხმობს, რომ თქვენი მღელვარების მიზეზების უდიდესი ნაწილი მხოლოდ თქვენს გონებაშია და არ შეესაბამება რეალობას. გირჩევთ დისტანცირდეთ ნეგატიური ფიქრებისგან, შეხედეთ რეალობას რაციონალურად და მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ გათავისუფლდეთ თავსმოხვეული შფოთვებისგან. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივლისში საქმიანი სფერო. მონეტების პაჟი. ამ პერიოდში დიდი შანსი გაქვთ სერიოზული ფუნდამენტი შექმნათ სამომავლოდ თქვენი პროფესიული განვითარების და წინსვლისთვის. მოგინდებათ დაისახოთ ახალი მიზნები და
შეიმუშაოთ გარკვეული გეგმა. იქნებით მოტივირებულები, თანმიმდევრულები და გამოავლენთ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს და შრომის უნარიანობას. მოგინდებათ გაიღრმავოთ ცოდნა, შეიძინოთ ახალი გამოცდილებები და მაღალი ალბათობა მიიღოთ ახალი წინადადებები, შემოთავაზებები და ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია ახალ პროექტებშიც ჩაერთოთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, კარიერულ სფეროში გექნებათ სიახლის, საკმაოდ მსუბუქი, თავისუფალი და ლაღი ენერგიების ნაკადი. ეს მაღალი არკანი მიგითითებთ, რომ სამსახურში შესაძლებელია დაიწყოს სრულიად ახალი ეტაპი ან პროექტი. გაიზრდება თქვენი ცნობის მოყვარეობა, ინტერესი სიახლეების მიმართ, გირჩევთ მოიშოროთ ძველი, შემაფერხებელი და დამამძიმებელი ჩვევები და მიდგომები საქმის მიმართ, მოეკიდეთ თქვენ საქმიანობას უფრო შემოქმედებითად და უფრო თამამად. თუმცა შეინარჩუნეთ ყურადღებაც, რომ დაუდევრობამ გარკვეული ხარვეზები არ წარმოქმნას თქვენ სამუშაო პროცესებში. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მერვე მაღალი არკანი ძალა, ეს პერიოდი თქვენგან მოითხოვს შინაგან სიმტკიცეს, მოთმინებას, დიპლომატიას და საკუთარი რესურსების მტკიცედ დემონსტრირებას. ეს არკანი გპირდებათ, რომ თქვენი მუშაობის უნარი, გამძლეობა და პროფესიონალიზმი შესამჩნევი იქნება ამ პერიოდში, თქვენ შეძლებთ წარმატებით გაიაროთ ნებისმიერი სირთულის გასაუბრება, ამ ტესტირება და მოიპოვოთ ისეთი პოზიცია, სადაც თქვენ შესაძლებლობებს და რესურსს სრულად დააფასებენ. ამიტომ იაქტიურეთ და ფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების 6-იანი, თქვენთვის ივლისის თვე იქნება ძალიან თბილი, სტაბილური და პოზიტიური პერიოდი. შესაძლებელია საქმეში დაგიბრუნდეთ რომელიმე ძველი სანდო პარტნიორი ან კლიენტი წარსულიდან. ან გააქტიურდეს ისეთი პროექტები, რომლებზეც ადრე მუშაობდით. ატმოსფერო საქმიან სფეროში იქნება დამყარებული ნდობასა და მზრუნველობაზე, მთავარია შეინარჩუნოთ სისტემატურობა, მკაცრად მიყვეთ უკვე არსებულ გეგმას და იზრუნოთ პროფესიული ავტორიტეტის გამყარებაზე. ძველი ნაცადი მეთოდები ამ პერიოდში საუკეთესო ნაყოფს გამოიღებს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივლისში, მე-12 მაღალი არკანი დაკიდებული კაცი, მატერიალურ სფეროში ივლისის განმავლობაში შესაძლებელია იგრძნოთ გარკვეული სტაგნაცია, შეფერხება, ამ პროცესების დროებითი გაყინვა. ეს ბარათი მიუთითებს, რომ შემოსავლების მიღება შესაძლებელია დაპაუზდეს ან გადავადდეს გარკვეული დროით, რაც თქვენგან მოითხოვს საკუთარ ბიუჯეტთან სხვა კუთხით მიდგომებს. ეს არ არის დანაკარგის ენერგია, მაგრამ იქნება დრო ფიქრისთვის, გადაფასებისთვის. ამ პერიოდში მოერიდეთ მსხვილ, ნაჩქარევ ინვესტიციებს და მართეთ ბიუჯეტი ეკონომიურად და შეეცადეთ გამოიყენოთ ეს პერიოდი თქვენი ფინანსური სტრატეგიის გადასახედად. ნახოთ, რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების მეფე, სამყარო გირჩევთ, რომ ივლისის განმავლობაში შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე, ემოციური სიმწიფე, სიბრძნე და კეთილგანწყობა. ნუაყვებით შინაგან შფოთვებს, მართეთ ნებისმიერი სიტუაცია დიპლომატიურად, მოქნილად და იყავით გარშემოყოფთა მიმართ თანაგრძნობით განწყობილები. დაიღრდენით თქვენს განვითარებულ ინტუიციას და სწორედ ეს გაწონასწორებული, ბრძნული და სიყვარულით სავსე მიდგომა დაგეხმარებათ ამ პერიოდის საუკეთესოდ გავლაში.
ასეთი იყო 2026 წლის ივლისის ტაროსკოპი კუროებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ info box-ში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.